Adasturabilis. Რომ ის არის სამაგალითო ამ რეგიონში დემოკრატიის სტანდარტით, სოციალური მდგომარეობით, ეკონომიკური განვითარებით, მოქალაქეებისადმი პატივისცემით და საკუთარი მოქალაქეების უფლებების დაცვის თვალსაზრისით და არავინ გაბედოს აი ამ დემოკრატიული ქვეყნის შეურაცხყოფა მისთვის რაიმე პრობლემა შექმნა. გასაგებია ჩვენ ეს როგორ ჩანს არ გვინდა არ გვესმის. აუცილებლად ოღონდ რეკლამის შემდეგ როგორ ვასრულებთ საშინაო დავალებას ამას გავარკვევთ ხელისუფლების წარმომადგენლისგან მხოლოდ რეკლამის შემდეგ. Când uqureb talk-show argumentებს და ჩვენი სტუმრები არიან უგზარ ციკლაური თინა ხიდაშვილი ბატონ უგზარ. თქვენი არგუმენტები ბრალდებებთან დაკავშირებით ჩვენ ვისაუბრეთ. საშინაო დავალებას. არა, ბრალდებებს არ დავარქმევდი. ამას ეს უფრო ალბათ მოსაზრებები იყო. ჯერ მე ვთქვი სერგეი ლავროვის განცხადებასთან დაკავშირებით და უნდა ვთქვა რომ ეს განცხადებები უყურადღებოდ არ დარჩენილა იგივე კასტრიოტ ისლამის მხრიდან რომელმაც თქვა რომ საქართველოს ეროვნულ უმცირესობათა უფლებები ნამდვილად არ ილახება და სახელმწიფო მიმართავს მთელ რიგ ღონისძიებებს იმისათვის რომ ეს ადამიანები დაცულად გრძნობდნენ თავს სახელმწიფოში მეორე არის ქალბატონ მათინამ თქვა შეიძლება ეს არა რა თქმა უნდა ქალბატონ მათინამ თქვა რომ დევნილებთან კი შეგვიძლია ამის თქმა უმცირესობებზე არო მე არ მგონია რომ ეს შეიძლება იყოს მართებული შესაძლოა ცალკეული შემთხვევები მართლაც იყოს დარღვევის იმ ადამიანთა უფლების რომლებსაც ეკუთვნით თქვა სახლი მაგრამ ჩვენ ყველანი მომსწრენი ვართ აფხაზეთის ომის დასრულებისაც და აი ამ ომის მომსწრეებიც ყველანი ვიყავით და ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვნახეთ რომ 2008 წლის რუსეთის აგრესიის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთა ძალიან ბევრი რამ იმისათვის რომ ამ ადამიანებს ქონოდათ იმავე წელს იმავე ზამთარში ჭერი და ეხლა სხვა არაფერი არა ვთქვა 1250-ზე უფრო გაცილებით მეტი სახლი დგას მხოლოდ და როგორ შეიძლება რომ 1250-ს აღიარებდეს ესა თავშესაფარი მართლაც შესაძლოა იყოს უკაცრავ თავშესაფარი მართლაც შეიძლება განვიხილო და ვერც იყო თავშესაფარი როცა თავლებში ცხოვრობდნენ ადამიანები 93 წელს და მე ეს მინახავს თუმცა იმ სახლებს მე ვერ დავარქმევ თავშესაფრებს ეს არ არის რა თქმა უნდა მათი მამაპაპეული სახლი და მთელი ქართული სახელმწიფო მობილიზებულია იმისათვის და ახლა უკვე საბედნიეროდ მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი ნაწილიც რომ ჩვენი სიმართლე დადასტურდეს მთელი მსოფლიოს წინაშე და რუსების ოკუპანტობას ერთხელ და სამუდამოდ დაესვას წერტილი თუმცა დროში ვერ ვიძლევით ვერავინ ამის დროის თვალსაზრისით როდის მოხდება ეს მაგრამ ის რომ ზრუნვა იყო მართლაც გაატკეცებული ამ ადამიანების მიმართ ეს არის ცხადი ამაზე მეცაც გეტყვით არა მხოლოდ ის ადამიანები ვინც ამ კონფლიქტის შედეგად დაზარალდა არამედ 93 წელს აფხაზეთის კონფლიქტის შედეგად აფხაზეთში რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დაზარალებული ადამიანებისთვისაც იწყება ზუსტად ასევე ბინების გაცემა. ეს არის ერთი საკითხი. ეს არის არა ის დოკუმენტი კი არ იყო მნიშვნელოვანი. მე ასე მგონია რომ აქ საუბარი იყო იმაზე რომ ჩვენ უფრო გულმოწყალენი უნდა იყოს, სახელმწიფო უფრო სამართლიანი უნდა იყოს და უფრო მეტად უნდა ესმოდეს იმ ადამიანების გაჭირვებიც, ვინც ასეთ მდგომარეობაში ჩავარდა რუსების აგრესიის შედეგად. მიმაჩნია რომ ამ თვალსაზრისით ჩვენ გქონდა ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებები, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ამ ადამიანს აღუდგა პირობები მეტნაკლებად რომ ეცხოვრა და არამც თუ მხოლოდ ამათ კიდევ ერთხელ აფხაზეთიდან დევნილებისთვისაც დაწყებული ეს პროგრამები და მიმდინარეობს მასობრივი შესახლებები, თუ არსებობს ცალკეული პრობლემა, შეუძლებელია რომ ამ ერთი პრობლემის გამო მთლიანად პროცესი, რომელიც იყო მართლაც ყურადღებით აღბეჭდილი ამ ადამიანების მიმართ ჩვენ წყალში ჩავყაროთ და ვთქვათ თუმცა იმ ცალკეულ შემთხვევებში სათანამშრომლოდ მე ახლა პირადად მზადავარ და არაფერი პრობლემა ამ მიმართულებით არ არის ასე რომ ნამდვილად ვერ დავეთანხმები ამ პოზიციას. აგრეთვე იყო საუბარი კიდე და თქვენ შესაძლებელი დროს დიახსოვთ მაგაზე მინდოდა რომ გადაცემის ბოლოში უცებ ერთბაშად ძალიან ბევრი საკითხი მოიყრის ხოლმე თავს, როდესაც აი ასე ერთბაშად მოიყრის საკითხები, მით უფრო მეტი ბუნდოვანება რჩება ჩვენს ტელემაყურებელს შინაარსთან დაკავშირებით. მიმაჩნია რომ ასე ერთად საუბარი იმაზე რომ იცით რა აფხაზები იმ შემთხვევაში დაინახავენ საქართველოს რეინტეგრაციის შესაძლებლობას თუ კი ჩვენ მოქალაქეებთან და
დიდ ბოდიში ვიხდი ამ სიტყვის და დახვავება ამ პრობლემების მე მგონია ეს არ არის მართებული და ეს ფიქრობ რომ შესაძლოა იყოს გაქცევა იმ პრობლემისაგან, როდესაც ჩვენ ცალკე ერთ აღებულ საკითხზე შეგვიძლია გრძელი საუბარი მართლაც გამოწვლილი და როცა ანალიტიკური არის ეს ჩვენი მსჯელობა. კიდევ ერთხელ ვამბობ და ეს არის ზოგადი პოზიცია, რომ მიმაჩნია რომ საქართველოში ძალიან ბევრი პრობლემა არის იმისათვის, რომ იყოს სრულყოფილი დემოკრატია, რომ კონსოლიდაცია მოხდეს თავისუფლების იდეის, ზოგადად უფრო ფართო ფენებში საზოგადოების თვითონ პოლიტიკურ სპექტრში ეს ასე მგონია მე, თუმცა ამავე დროს არ შეიძლება რომ მართლა თვალები დავხუჭოთ იმიტომ რომ ჩვენ ყველანი მომსწრენი ვიყავით საქართველოში განსაკუთრებით წელს მთელი მსოფლიო საზოგადოებრიობის ერთსულოვანი მოსაზრებისა რომ საქართველოს წინ გადადგა ნაბიჯი დემოკრატიის გზაზე. ეს სიტყვებს ვერაფერი ვერ შეცვლის. ამ წინ გადადგმულ ნაბიჯის დროს შეიძლება იყო გარკვეული პრობლემები, მაგრამ ეს იყო წინ გადადგმული ნაბიჯი და დარწმუნებული ვარ რომ იმ შემთხვევაში თუ თავარი მოთამაშე ძალები პოლიტიკური, უკაცრავად თავარი მოთამაშე ძალები პოლიტიკური შეძლებენ ერთგულების ნიშნით გაერთიანებას კონსტიტუციის და სახელმწიფოს მიმართ ჩვენ გვექნება გაცილებით უფრო სერიოზული ნაბიჯი. ისედაც მაყურებელი ყველაფერს ხედავს რომ ეს პროგრესი საქართველოში არსებობს. მე ჩავიწერე რომ მესამეთას თუ ახსენებს ადგილობრივი არჩევნების ბატონო გზები გავცემ პასუხს თქო, არ ვაპირებდი ამ თემას ლაპარაკს. ერთიანადებას უტყეს ჩემი პოზიცია გამყარებული ბევრი ფაქტებით რომელიც მაქვს. თქვენ შეგიძლიათ ცალკეული შემთხვევები ეძახოთ. ადგილობრივი არჩევნები ჩატარდა საბჭოთა სტილში 21 საუკუნის ტექნოლოგიებით. კი, ესე არის სასაცილოს ვერაფერს ვერ ხედავ სამწუხაროდ იმ ქალბატონების ცხოვრებაში, ცხოვრების წესში განსაკუთრებით, ვისით თქვენ манипуლირება მოახდინეთ ამ არჩევნებს. არა, ნუ ახლა მე ხომ აქვს უფლება რომ თქვა ის რასაც თვლი არა, ამიტომ არ მგონია რომ აქ რამე სასაცილო მეთქოს. რაც შეეხება ცალკეულ შემთხვევას მე როგორც გითხარით 1000-ზე მეტი ადამიანის განცხადება მაქვს. ეს არ არის ცალკეული შემთხვევები. 1000-ზე მეტი დევნილის განცხადება მაქვს, რომლებიც ასეთ მდგომარეობაში არიან. მესამე, ყველაზე დიდი პრობლემა ის არის ბატონო ნუგზა, ჩემთვის პირადად როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომ ამ ხელისუფლებამ ის გააკეთა, რაც არც ერთ ხელისუფლებას საქართველოში აქამდე არ უკადრია. მან საზოგადოება, დევნილთა საზოგადოება დაყო თავის დევნილებად და სხვის დევნილებად. ეს ყველაფერში იგრძნობა, ყოველ ნაბიჯზე იგრძნობა. ამას განსაკუთრებით იგრძნობენ აფხაზეთიდან დევნილები და კიდევ უფრო უარესი გააკეთა. მან მსხვერპლი გაყო თავის მსხვერპლად და სხვის მსხვერპლად, როდესაც გმირთა მოედანზე ის ახალი მემორიალი გააკეთა, სადაც იყო უკვე მემორიალი. იყო მემორიალი, სადაც ადამიანები მიდიოდნენ და რომელიც იყო რაღაცა ჩვეული ადგილი, სამწუხარო ამბის, მაგრამ ჩვეული ადგილი ყოველი ჩვენთაგანისთვის. ამ ხელისუფლებამ ესეც იკადრა, რომ გაყო მისი და სხვისი. ამიტომ პრობლემები ძალიან ბევრი გვაქვს. ჩვენ თუ თქვენ ზაღან ერთი ფრაზა თქვით, რომელიც სულ ხდება ხოლმე ყურში. აფხაზეთში რუსეთ-საქართველოს ომის დროს. რა თქმა უნდა, იყო რუსეთ-საქართველოს ომი, მაგრამ სანამ პრობლემებს მოუყურებთ, თვალებს დავხუჭავთ, როგორც სტრატეგიაში წერია, რომ ვერ დავინახავთ, რომ ჩვენ აფხაზებთანაც გვქონდა ომი. ოსებთანაც გვქონდა ომი. ჩვენ ეს კონფლიქტი გვაქვს. სამწუხაროდ გვაქვს. ამ კონფლიქტებსაც სჭირდება ყურადღების მიქცევა. ეს დამოკიდებულება, რაც სტრატეგიაში გიწერიათ, რომ რუსეთ-საქართველოს ომი იყო, რუსეთ-საქართველოს შორის არის კონფრონტაცია, რუსეთ-საქართველოს მორჩა, ეს არის გამარტივება საკითხის, აი წაღან თქვენ რაც თქვით, რომ ეს არისო პრობლემისგან თავის არიდებაო, სწორედ ეს არის, იმიტომ რომ სანამ არ ვაღიარებთ და არ გავიგებთ, არ გავაკეთებთ, არ დავწერთ სტრატეგიებს, არ ვიმუშავებთ, არ ვიდებატებთ, არ მივალთ რაღაც დასკვნებამდე, გეგმებამდე, რომ ჩვენ გვაქვს კონფლიქტი ქართულ-აფხაზურიც, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტს არ ვეხები გვაქვს, უდავოა ორი აზრი არ არის. ქართულ-ოსურიც ძალიან პრინციპული საკითხია. უცებ დავამთავრებ, ამ კონფლიქტებსაც სჭირდება მიხედვა, ამ კონფლიქტებსაც სჭირდება ყურადღების გამახვილება. მანამდე ძალიან რთულია ჩემთვის წარმოვიდგინო რანდომის აღდგენაზე ვლაპარაკობთ და რომელი ადამიანების დაბრუნებაზე ვლაპარაკობთ თუ ჩვენ არ ვაღიარებთ თავარი გვაქვს პრობლემა ეხლა უნდა დავჟვით და ეს პრობლემა ერთად უნდა მოვაკლოთ. პირველ რიგში მინდა გავამიჯნო ისეთ სიტყვებს იკადრეს და ასეთ რომელიც საერთოდ არ მგონია პოლიტიკური ტერმინოლოგიის ნაწილი და ძალიან მწუხარ მოვისმინო ეხლა ამავე დროს პრინციპული საკითხი არის მართლაც მიმაჩნია რომ ეს იყო რუსეთ-საქართველოს ომი რომ ეთნიკურ კონფლიქტად მონათლა ამისი არის უპირველეს ყოვლისა რუსეთის ხელისუფლების ამოცანა და დღემდე ცდილობს რომ ეს განახორციელოს თუმცა
ამ რუსეთ-საქართველოს ომის დროს გარკვეული შეჯახებები ქართველებსა და აფხაზებს შორის არსებობდა, ქართველებსა და აფხაზებს შორის ცხადია, რომ ხიდი არის აღსადგენი. სწორედ ამით არის განპირობებული იმ სტრატეგიული კონცეფციის უმთავრესი პუნქტები, მაგრამ ჩვენ კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ კარგად უნდა ვიცოდეთ, ეს არ იყო ეთნიკური კონფლიქტი. ასევე იყო იმ ადგილობრივ არჩევნებზე საუბარი და მე მინდა მადლობა გადაუხადო ყველა ადამიანს, ვინც მოვიდა და საქართველოს წინსვლას დაუჭირდა. ძალიან დიდი მადლობა ნუგზარ ციკლაური, თინა ხიდაშელი, ჩვენი გადაცემის სტუმრები, მადლობთ იმისთვის, რომ მოგზავნით და მიიღეთ მონაწილეობა. თქვენ ზუსტად 9 საათზე გელოდებათ მაესტროს ახალი ამბები მაკაცინცაძესთან ერთად, 10 საათზე პირდაპირ საუბარი და ეკაბერიძის სტუმრები იქნებიან დავით გამყრელიძე, რამაზ საყვარელიძე, მე ხვალ ზუსტად 8 საათამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.